2012 წელს ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის პროფესორებმა და მკვლევრებმა გამოაქვეყნეს 7 მონოგრაფია, აქედან 3 საზღვარგარეთ და 28 სამეცნიერო სტატია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის ტომსონის ნუსხის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. კვლევა ძირითადად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კორპუსული ლინგვისტიკის პროექტები, რომლებიც ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნას ისახავს მიზნად. ეს მიმართულება პრიორიტეტული არა მარტო ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის, არამედ ზოგადად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ყოველწლიურად ამ მიმართულების პროექტებს ხმარდება საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალის, მათ შორის ფინანსური პოტენციალის სოლიდური ნაწილი. ქართული ენის ეროვნული კორპუსის ქვეპროექტებში 2011-2012 წლებში დაგროვდა, შეიქმნა უფრო სწორად 40 მილიონი სიტყვა ფორმის შემცველი ბაზები, რომლებიც დოკუმენტირებულია თანამედროვე კორპუსული ლინგვისტური და ტექნოლოგიური სტანდარტების მიხედვით. დეკემბერში დასრულდა მუშაობა 2 წლიან კვლევით პროექტზე, ვეფხისტყაოსნის ქართულ-ინგლისური პარალელური კორპუსი. ეს არის რეალურად კვლევის ახალი ეტაპის დასაწყისი რუსთველოლოგიაში, უზარმაზარი უნიკალური პორტალი, არა მარტო თავის ინფორმაციულობით, არამედ ტექნოლოგიური სტანდარტების თვალსაზრისით. რას გულისხმობ ახლა ამ ახალ ეტაპს, როცა ვამბობ კვლევის ახალ ეტაპს? პროექტზე მუშაობისას ამ 2 წლის განმავლობაში გამოვლინდა 12 აქამდე უცნობი ხელნაწერი, რომელიც არათუ თქვათ გამოყენებული იყო სამეცნიერო გამოცემებში ან ვეფხისტყაოსნის კრიტიკული ტექსტის დადგენისას, არამედ აღწერილიც არ ყოფილა, ამათგან ერთი ილუსტრირებული ხელნაწერიცაა და აი ამ მასალებზე, განსაკუთრებით უცნობ მასალებზე მუშაობისას დადგინდა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვეფხისტყაოსნის ტექსტოლოგიაში. ამ პროექტის მსვლელობისას იყო ჩაფიქრებული 4 ძირითადი ბლოკი. პირველი იყო პარალელური კორპუსის ბლოკი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ყველა გამოცემის, ქართულენოვანი გამოცემის, ხელნაწერის თუ ნათარგმნი ინგლისურენოვანი ტექსტის ნახვა და გარდა ამისა უნდა ქონოდა ელემენტარული კვლევის შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოგვეძია კონკრეტული ტაეფი, გვენახა კონკრეტული ტექსტი. მაგალითად, მოდით გადავხედოთ ერთ რომელიმე მაგალითს, მაგალითად ეს არის ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ხელნაწერი, როგორც ხედავთ, გვერდების გაფორმება ზუსტად ისეა დაცული, როგორც არის ხელნაწერში, ისევე როგორც ტექსტი. გვაქვს მისი კვლევის შესაძლებლობა უფრო დაწვრილებით, შეგვიძლია მაგალითად შევუდაროთ ერთმანეთს ორი მაგალითად 1918 წლის გამოცემა აღნიშნულ ხელნაწერთან, შეგვიძლია მოვძებნოთ კონკრეტული ტაეფი, ტაეფის ნომრის მითითების გზით, მაგალითად და პარალელურად ვხედავთ ამ ტაეფებს, ამ გვერდებს. გარდა ამისა, შეგვიძლია კონკრეტული სიტყვის მოძებნის გზით მოვძებნოთ კონკრეტული სიტყვა კონტექსტში ამ მონიშნულ ტექსტებში. ეგრეთ წოდებული სამეცნიერო ლიტერატურის ბლოკი, ანუ ამ ბლოკში უნდა ყოფილიყო ყველა სტატია თუ წიგნი, რომელიც ეძღვნება ამ პოემას. ამ სტატიისა თუ წიგნის ნახვა შესაძლებელია სახელწოდების, ავტორის, გამომცემლობის, წლის, მითითების გზით და იმის განსაზღვრით ეს არის წიგნი თუ სტატია. ასევე ჩაფიქრებული იყო ვიზუალური მემკვიდრეობის ბლოკი, რომელშიც განთავსდა თითოეული ხელნაწერიდან თითო გვერდი. აღნიშნული ბლოკის შევსება შესაძლებელი გახდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით. ანოტირება, გვინდოდა ანოტირება არა მხოლოდ სტრუქტურის დონეზე, ამ გამოცემების არა მხოლოდ სტრუქტურის დონეზე, არამედ სიტყვის დონეზეც და ამიტომაც აღმოჩნდა საჭირო, რომ გვჭირდებოდა აღმოჩნდა ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორის შექმნა ამ პროექტზე ცოტა უფრო მოგვიანებით, უფრო დაწვრილებით გესაუბრებით და ასევე მინდა შევეხო იმას, რომ როცა ჩვენ მუშაობდით ამ ნაწილზე პარალელურ კორპუსზე საჭირო აღმოჩნდა ისე, რომ თითქმის გაგვიჭირდა საეტალონო გამოცემის დადგენა და ამისათვის დაგვჭირდა დამატებით პროგრამის შექმნა კორპუსერი, რომელიც შეიქმნა მერაბ ზაკალაშვილის მონაწილეობით, რომელიც ავტომატურად, ნახევრად ავტომატურ რეჟიმში აბალანსებდა ამ ყველა გამოცემას და ხელნაწერს ერთმანეთთან. რეალურად
ეს არის პორტალი ვეფხისტყაოსნის ახალი კორპუსული გამოცემა, რომელიც ვეფხისტყაოსნის ბეჭდური გამოცემის 300 წლის თავზე შესრულდა, გარკვეულად საიუბილეოდ და რომელსაც გვერდს ვერ აუვლის მომავალში ამ პოემის ირგული, ამ პოემის საკითხებზე იქნება ეს ტექსტოლოგიური, მხატვრულ-ლიტერატურული, ისტორიული, გნებავთ ნებისმიერი სახის ამ პოემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ერთ ერთი მეცნიერი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სხვა შორის ეს პორტალი საინტერესო იქნება და შეუცვლელი იქნება არა მარტო რუსთაველის ეპოქის, არამედ მომდევნო ეპოქების საკვლევათაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების ამ პოემის თემატიკაზე შექმნილი მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში ნაწარმოებები პირველად იქნა დოკუმენტირებული და ეს არის სწორედ ინდიკატორი იმისა, როგორ განვითარდა ქართული კულტურა, უბრალოდ როგორ დაკნინდა მომდევნო საუკუნეებში, რა მოუვიდა იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებს, რომლებმაც თავის დროზე ვეფხისტყაოსნის ეპოქა შექმნა.